არა Twitch პირიქით ანუ მე ხო ისევ 31 აგვისტო არის როგორც წინა ვიდეოში 33 გრადუსია ისევ თბილა საათ და მოვიწყდა მე თქვა წინაზე 15 საათ და 22 წუთი არის როგორღაც შუა დღეს ხეს რო ჩავწეროთ ვიდეო მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო უბატონოებო და ბატონების ბატონებო ეს არის არქივ ოკრობოკრო და თქვენ მოხვდით უსარგებლო ბჟუტურში კი ბატონო მე ვარ ფრანცისკო რეინოლდაშვილი დიახ და მე ვარ რაჯა ჯექსონი რაჯა ფრანცისკო დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეხება რაღაც სიახლეებს რომელიც შეიძლება ცოტა დაგვიანებულია მაგრამ რატომღაც ქართული YouTube სივრცეში ამ ყველაფერზე არავის არ გაუკეთებია არც რეაქცია არც კომენტარი ამიტომ ჩვენ ვიქნებით ამჯერად პირველები და გაგაცნობთ თუ რა ხდება ქვეყნად ნუ ქვეყნად არა უბრალოდ ხელს სიახლეებს ჩვენი პირველი სიახლე იქნება ცნობილი UFC-ს ლეგენდა შეიძლება უწოდოთ ამ ადამიანს Rampage ლეგენდაა რა არის ლეგენდა ერთი ჯონ ჯონსთან აქ წარდება რომელმაც ჩაიჯვა ჯონ ჯონსთან მაგრამ დანარჩენი მართლა მაგარი მებრძოლია და ლეგენდა არის მაგრამ ამავდროულად ჩემი პირადი აზრით არის მაგარი ბულერი საკუთარი შვილის მიმართ რომელმაც აგერა ხედავთ ნაყოფი შეისხა ნახავთ თუ როგორი სისასტიკე ჩაიდინა მისმა შვილმა რომელიც ასევე პროფესიონალური არ არის მაგრამ მოყვარულის დონეზე გამოდის და ასპარეზობს ჯერჯერობით არის ახალგაზრდა ყმაწვილი ჯერ წესიერი მოგება არ ქონია და რომელმაც ეს თავისი საბრძოლო ხელოვნების ცოდნა გამოავლინა ცუდი მიმართულებით კი ბატონო ჯერ ეს რო თქვათ თავიდან მოგოთ რაჯა სტრიმავს ხოლმე კიკი არის ეგეთი Twitch-ისნაირი სტრიმინგ პლატფორმა რომელიც იმის მერე შექმნეს რაც Twitch-ზე აიკრძალა გემბლინგი და გემბლინგის სტრიმვა და ამ ხალხმა გადაინაცვლა ენდრიუ ტეიტის და ეიდინ როსის თამადობით ყველამ გადაინაცვლა კიკზე რა რომელი ტიპებიც ანუ ჰომოფობიურ ან რასისტულ რაღაც განცხადებებს აკეთებენ ყველა გადავიდა კიკზე ბიჭო არა ვიღაცა რასისტები დარჩნენ ხა ჰასან პაიკერი და ვიღაცები ებრაელების მათ რასისტები ვინც არიან ისინი დარჩნენ აკეთ რა ანუ გამოდის რომ ებრაელებს კიდიათ ზოგადად ხო და დარჩენები აი ოუქები ღიზიანდებიან ამათი რასისტობით ხო და ამ ხალხმა როქით გადაინაცვლა ცოტა კიკზე უცნაური სტრიმები დაიწყო რა ძალიან განვითარდა და იმის მერე მაგრად განვითარდა კიკზე სტრიმინგი ბევრი ჩვეულებრივი სტრიმერიც გადავიდა იმიტომ რომ შეატყეს რომ რაღაც უკეთეს ფულს შოულობდნენ იქით რაღაც უკეთეს სიტუაცია იყო და ბატონმა რაჯამაც Rampage-ის შრომაც დაიწყო იქ სტრიმინგი სტრიმის დროს ესტუმრნენ WWE-ის ერთ-ერთ წინა მოსამზადებელ სტუდია ქვია მაგას თუ რა ქვია მაგას სადაც ჰენგაუთობენ სავიდან სანამ დაიწყება ეს ყველაფერი ალბათ რავი მოგეთ სანამ დაიწყებოდა ბრძოლა და ივენთი მანამდე ეს მოჭიდავები ცალკე არიან რა და იმათთან შევიდა და რაღაც წინასწარ გადიან პრაქტიკას რა უნდა გააკეთონ რეალურ სცენაზე აი იმას იქ შევიდა რაჯა კითხვებს უსვამდა რაღაცებს იღებდა და საიკოს თუ არის ეს ერთ-ერთი მოჭიდავე რომელთანაც მივიდა და საუბარი დაუწყო და საიკოს თრუს ეგონა რომ რაჯა ამ რესების მონაწილე იყო ერთ-ერთი და იცოდა რაც ხდებოდა და როგორც იციან ხოლმე კამერების წინ დაიწყო ისევ თავის იმაში ქერექტერში ჩაჯდა იმიტომ რომ პერსონაჟები ყავთ ამათ ხა არც ერთი ნაღდათ არ ჩხუბობს იქ და ყველა პერსონაჟს გამოხატავს რაღაცას და კამერების როცა არის ყოველთვის ამ პერსონაჟის სახით გამოდის შოუ დადგა რა ელემენტარული ხო და იმას ეგონა რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო და აიღო ლუდის ქილა და თავში ჩააფშნა ბატონ რაჯას რაჯი გამწარდა ამაზე მე აუხსნეს რაც ხდებოდა საიკოსტუ მეტი 3-4 ჯერ ბოდიში მოიხადა ხელი ჩამოართვეს ყველაფერი და იმშვიდობდნენ რაჯა ისევ გამწარებული იყო ეთყობოდა სახეზე მაგრამ არაუშავს ეუბნებოდა ამშვიდებდა ბატონო ამ დროს როცა მოსაღამოვდა უკვე და რამდენი საათის შემდეგ თან ამ ყველაფერში თავარი მუღამი ის არის რომ ადამიანს ანუ რადგან Rampage-ის შვილი არის და ასე შემდეგ ყველაფერი კარი ღია ჰქონდა და ამ ბიჭს მისცეს იმის უფლება რომ ერთ-ერთი მონაწილე ყოფილიყო ამ შოუში.
თან ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო, ყველა მიცოდა რომ ეს რაჯა ჩაულებრივად გამოვიდოდა და კოსტიუმს აიღებდა და დააგდებდა და ეს ყველაფერი ეგ იყო ყველაფერი გაწერილი იყო სცენარში, ვინც შეიყვანა ეს რასის მე არ წამი არა ყველაფერი გაწერილი იყო ის იქნებოდა მარტო ანუ გადაიღებდნენ და ეგ იყო და არ მეგონა იმაზე თუ სცენარში პირადად დაწერილი ქონათ რომ ეს რაჯა გამოვიდოდა, აიყვანდა ამას, ძირს დაანარცხებდა და შემდეგ სხვა მონაწილეებზე გადავიდოდა. ეს იყო სცენარში. სად ნახე ჩემო? თავიდანვე თუ ეს აი ის კოვბოის გუდიანი ტიპის რო შეყავს, რა ქვია, სცენაზე ეგ ეუნება რომ ყველაფერი დაგეგმილიაო და რეალურად ახლა რა ხდება? თურმე ამ კოვბოის გუდიან ტიპს და მას მაქსუკან მას რესლერს თავიდანვე ქონიათ ბიფი და ამან სამაგიერო გადაუხადა რეალურად. გასაგებია. ხო, მოგეთ რაჯა შექანდა სცენაზე. მანამდე სანამ შექანდებოდა სცენაზე, სტრიმზე ამბობდა იმას, რომ მე ამას ისე არ დავტოვებო ამბავს. არ დავტოვებო და ყოველთვის მინდოდაო, ბავშვობიდან მინდოდაო, რომ ასეთი fake რესლერებიო მეცემაო რეალურ ცხოვრებაში. ხო, YouTube-ის პოლისის გამო ამ ვიდეოს წესით ბოლომდე ვერ ვაჩვენებთ, რაღაცების დაფლა მოგიწევს, მაგრამ აი ეს არის მთელი ამბავი რა. აი აბა ნახეთ. აქანდება სცენაზე. აი ჩაოლებრივად მიდის იქ თავისი შოუ, ხალხს წინაშობიან. მოკიდებს ხელს. და აქ რო დაანარცხა, უკვე გათიშვილი. აქ ხო, უკვე გათიშვილი არის და აზრი აღარ აქვს არაფერს. მერე იწყება ყველაფერი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 გათიშვა კაც ბატონმა რაჯამ 25 ჯერ დაარტყა ძალიან წარე მუშტები თან რაჯა მამამისის შვილია არა აქვს რა ქვია გამოყვა გენებში კი გენებში გამოყვა არა აქვს ვეგანი კი არის რაჯა ვეგანურ მუშტებს ურყავდა ძალიან გადაობა არის ალხელა კაც 2 მეტრიან კაც ვეგანი რო გაგლახავს მოკანდება და ვეგანი რო ქცევს ეგრე ნეიდიაზის ვეგანი იყო ძმაო არის უბრალოდ ტაისონიც იყო ტაისონი იყო ეხლა აღარ არის ეხლა მარტო ვეგანი არის სოკოების ჭამაში მაგრამ ეს მიმდინარე ვეგანი არის და ალხელა ცუდი ფაქტი ის არის, რომ რავი, ჩემთვის ახლა პირადად პროფესიონალი არა, თუ გინდა ადამიანი, რომელიც საბრძოლო ხელოვნებით არის დაკავებული და იმის ნერვები არ აქვს, რომ საკუთარი ძალა აკონტროლოს, ჩვეულებრივად, თუ გინდა ჩემნაირ, თუ გინდა ბატონ რომ ვერ გააკონტროლებს თავის ამხელა ძალას, ანუ რაჯას შეუძლია ნებისმიერი ადამიანი დააძინოს, ანუ რომელსაც შეხება, მოკლას, ჩვეულებრივად შეუძლია რომ მოკლას. ამიტომ მოკლე კომენტარი იქნება, რომ ეხლა უკვე ამას აღიზრება რაჯას წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ან გამოკეტავენ, ან უეჭველი, თან ციხეში წავა უეჭველი ელამის ადამიანი მოკლა. თან საქართველო კი არ არის ეს, რომ რა ქვია, ვიღაცის შვილი რო არის გამოძრეს ან რაღაცა, გააქანებენ ციხეში. ორი ვარიანტი, ან ციხეში წავა, ან მოგვარდებიან წინასწარ და ფულს გადაუხდიან იმას საიკოსტუს, აღარ უჩივებს მე საიკოსტუ და მაგით დამთავრდება. და кайფული შეუძლია. უბრალოდ საზღვრობა არის და ვინც ხართ MMA-ის მებრძოლები, ან ზოგადად საბრძოლო ხელოვნებაში ვინც ხართ ჩვეულებრივ ადამიანებზე არასდროს არ გამოიყენოთ ესეთი სისასტიკე, რადგან ყველაფერი არის წამი. ვიღაცეების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება. გათიშულ კაც 25 ჯერ უნდა არტყა. ხო გათიშე, ხო შეხედე, ანუ რატო უნდა მოკლა. რავი. სხვათა შორის იმაში რო არის. Once upon a time in Hollywood-ში არის. Bruce Lee რო ეუბნება Brad Pitt-ს, რომ these are weapons. ზუსტად. ასევე მინდა დავძინო, რომ ბატონმა Rampage Jackson-მა, რაჯას მამამ, ცნობილმა, დაპოსტა X-ზე ბოდიშის მოხდის ტვიტი. თუ არ ვიცი ხა ჩემი შვილი ცოტა ვერ არისო. ხო, ჩემი შვილი უბერავს ცოტაო. ისეც აჯობდა თავის შვილს და ეხლა დაიხსნა. Maniga is crazy. ეს არ ანუ როგორც ძირითადად ბოდიშები იხადა და თქვა რომ საიკოსტუ საავადმყოფოშია გადაყვანილიო, ეხლა სტაბილურად არისო. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. და სხვათა შორის Mr. Beast-მა საიკოსტუს დაუფინანსა აბსოლუტურად ყველაფერი. მარსა? ხო. საო Mr. Beast. თავისი ანუ ტიპს ის ქონდა სისხლშექცევები ქონდა ტვინში. ტვინში ხდება? ტვინში შეყვა ხო ისეაც ექნებოდა. კბილები საერთოდ ჩალეწილი ქონდა, ყბა მოტეხილი ქონდა. მაგ ექნებოდა მოტეხილია. მე მოკლის კაცი სა. გადარჩა რომ არ გადარჩა ვაფშე სინიდან. ეს წვის აქვია ამას ეს რადი როგორ დამოვიწყდა ეს ძვალი სახელი ეს კლიანტ გატეხილი ქონდა. ვახჩი. რავი
გადარჩა ბეწვზე, მოკლედ ეს მარსა იყო. გადარჩა. ხო, ეხლა კურტანძის შექმნეული სახელი ხო არა. მოგეთ მეორე ისტორია ჩვენ გვაქვს. ცოტა ხნის წინ ეს რა რიცხვის არის 28 აგვისტოს პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დააკავეს 12 ქალბატონი. აქედან ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული ხატია წერეთელი ირმა კურტანიძე. ირმა კურტანიძე კი ბატონო. ჩვენი პროდაქშენის წევრი. ჩვენი პროდაქშენის წევრი, რომელიც გვიწერს სცენარებს. კი ბატონო. და ეხლა უკვე პროდიუსერის გარეშე ვარ დარჩენილები და რა ყლებობას ვლაპარაკობთ ღერთმა უწყის. ხატიას გარეშე რა ვქნათ არ ვიცით ირმას გარეშე. მოგეთ და არა და ბოდიში ბოლო 5 დღის წინ ედო ის რა ქვია ზღვაზე გადაღებული ის სურათი ეს გათხლაშული არის ასე და რო აი როგორ ნებივრობთ ზღვაზეო და ეს გადაფარჩული იყო ზღვაზე და მოკლედ მე ძალიან გულიმწყდება რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი გამოგვაკლდა იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს პროსტიტუციის მიმართ რაღაც კანონები რომლებიც ქალებს აძლევს იმის უფლებას რომ იყვნენ ისეთივე პროსტიტუტები როგორებიც მამაკაცები არიან. ანუ ჯერ ერთი რომ მე როგორც არტისტი ხატია მომწონდა უსმენდი მის შემოქმედებას იშვიათად ცირთად არაფრიზე მდგომარეობაში უფრო უსმენდი ხოლმე ხატიას შემოქმედებას. არასდროს არ ჩამირთავს მაგის არც ერთი მუსიკა. შეგვიძლია დავარი აქთოთ მე დრო როცა გვექნება. ძალიან კაი არის ხოთა ბატონო ფრენსის, აი რატო დასცინით ადამიანს, აი თავისი გაჭირვებია. წარმოვიდგინე, ახლა ციხეში შევა, როგორც პროსტიტუციის, რა განაბი, პროსტიტუციის ისა რა ქვია, ხელშემწყობი ადამიანი, რომელიც მაგრამ ანუ ცუდ საქმეს კი არ აკეთებდა, ასევე გამოვიდა. არ აკეთებდა ცუდ საქმეს. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ პროსტიტუცია ცუდი საქმეა რამენაირად, მით უმეტეს როცა ორი ნებაყოფლობით ადამიანი ნებაყოფლობით აკეთებს რაღაც საქმეს. ატრაქცია უყურებ. კამერა. ორი ადამიანი ნებაყოფლობით რაღაც საქმეში იღებს მონაწილეობას. არა შეთანხმებულია თან. ხო, შეთანხმებულები არიან, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის კორპუსის მშენებლობა, ელექტროობის გაყვანა თუ პროსტიტუცია. ადამიანი იხდის ფულს იმაში რომ 1 საათით თუ რა დროც არის. მასაჟი გაუკეთონ. ხო, გინდა მასაჟი იყოს, გინდა ის სექსუალურად დაკავდეს და მეორე მხარე აწვდის ამ სერვისს. იგივე სერვისი თქვენ შეიძლება თქვათ რომ ეს ამის თავის ხელს ყიდისო, მაშინ მაკდონალდსში ვინც ხალხს იმას აძლევს, ოქროს საჭმელს აძლევს, ისიც ხელს ყიდის. იგივე ლოგიკა. ჩემი აზრით ჭონი აყიდინებს ხელს. ხო, ჭონი აყიდინებს ხელს. ანუ ორივე არის სერვისი რა. და ეს ადამიანები არ უნდა ისხდნენ ციხეში, არ ეკუთვნით ციხე, არც ქალბატონ ხატიას არ ეკუთვნის ციხე და არც იმ 11 ადამიანს ვინც დაიჭირეს, იმიტომ რომ დააწმუნებული ვარ თავის გაჭირვებიათ მაგაც და უარესი პრობლემები ექნება. შენს აზრზე არის გურამ რაგვარი არის ის კახელი რო არის? წამყვანი რო არის იმის მეგატივის თუ რაღაცა გამოსული იყო და გურამ ბიჭო ის მეგატივი თუ ეს რო არის ყვითელი პრესა რო არის ყვითელი პრესა ხო მსგავსი ის მაიცა მაგის ვიდეოს ჩავსვამთ რაც რომ ყოფილიყო მე არ დამიმალავდა ამას გამორიცხულია მაგრამ გეუბნებით კიდევ ერთხელ რომ აი გავსი რაღაც რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი აბსოლუტურად გამორიცხულია სალონში კეთდებოდა სარელაქსაციო სპორტულ გამაჯანსაღებელი დიახ ესეთი მასაჟები კეთდებოდა კონკურენცია იყო ძალიან დიდი ამ მასაჟის სფეროში ძალიან ბევრი მასაჟის სალონებია და ანუ ჩემი აზრით მე ვარაუდობ რომ სურდათ კონკურენტის მოცილება გავიხსენებ არუთი? არუთინაშვილი თუ არუთინოვი თუ რაღაც ეგეთი ხო, მოკლედ ეგ გამოსული იყო და დასცინა რომ ქალბატონი კურტანიძე აკეთებდა თერაპიულ მასაჟებს და არანაირი კავშირი არ ყოფილა პროსტიტუციასთან. ეს ყველაფერი იყო კონკურენტების მიერ აგორებული ჭორი, რის შედეგადაც ქალბატონ ხატიას მიესაჯა თავისი განაჩენი. მოკლედ ძალიან სამწუხარო არის. არ ვიცი, რა იშველება ხატიას, ვინ დაიხსნა. ბატონი რა ჯაუშვებს, მე არ შუაში არ ვეხსნები. ჩვენ გავუშვებთ ქალბატონ ხატი ირმას გავუშვებთ, აი stage name-ით როგორ ხატია წერეთელი, თავადია. ისე საქართველოში მგონია ხოლმე რომ წერეთლების და აი რაღაცა მაღალი რანგის თავადური გვარები ვისაც აქვს, ყველა არის სომეხი, ოღონდ მართლა. ყველას გადაკეთებული აქვს გვარი, სომეხიან ის არის. ხო, ედის თავი და მის თავი კიდე რა ქვია. ასევე თანდართული იყო ვიდეო,
სადაც ვიღაც პოლიციელი გამომძიებელი ძალიან საინტერესო საინტერესო სიტყვებით მიადგა, აი ჩემთან რო ვინმე ასე მოვიდეს და მე ვიციო რაღაცა არალეგალურს ვაკეთებ. ეგრევე ხო გავაჯმევინებ საერთოდ საიდანაც მოვიდა. ანუ რაღაცა არალეგალურს ვაკეთებ და აი პირველივე კი დიალოგი საიდანაც იწყება არის აი ეს. სანამ მაგას ჩართავ Instagram-ზე მიგდებს ხოლმე რამდენჯერმე მაგ Reels, რომ ვიღაც ტიპს ამერიკაში დამაშეხერე ბარათით გადავიხთიო. კრიპტოს გადმოურიცხავ. ობლიგაციებით. აი ეს ძალიან საინტერესოდ მიუდგა პოლიციელი დიალოგს. პირდაპირ თან როგორ შეაჭრა მასაჟისთვის და სექსისთვის მოვედი და ანუ შენ რო გაქვს არალეგალური ბიზნესი, რომლითაც რაღაც მოკლედ რაც არის და ვიღაცა მოდის პირდაპირ ასე ამ სიტყვებით. ანუ რო იცის რა გინდა. ბიჭო, RPG თამაშებში რო გაქვს ასარჩევი დიალოგი რო ელაპარაკები ვიღაცას და 4 ოპშენი რო გაქვს და მე-4 რო ძალიან ცუდი რო არის. ეგრე რო გაგიყრია, ეგრე. ხმას რო იღებს ეგრევე. და დაშნას რო გაგიყრის. Stop! You violated the law. Pay the court a fine or serve your sentence. Your stolen goods are now forfeit. Then pay with your blood. დავაჭირე. Italian masses, I mean, also sex. That's why I coming here. ინგლისურად ეუბნება. ვიღაცა ინდუელიში აგზავნეს, სად გავყიდეს ინდუელებმა? შეაგზავნეს ინგლისურად ბაზრობს, პროსტა კაცი არ ეთყობა. Do you want to go? They don't know how much. ჩვენი ირლა? Ex-spoken but don't speak nothing. It's Pupa. ხატიას ხმა არის. ნოსაზის ღრობა. აი, ვერ გავიგე მე გადამიხვიე რა. Ex-spoken but don't speak nothing. It's full packet, everything, massage and sex. Yes. Last price 150. 150. Yes. With sex, massage. Yep. Сколько стоит одно другое? Only service massage is ხა რამოდენიმე კაცი ყავ შეგზავნე. Massage and sex 1 hour time 200 lari Okay. and 40 minutes 150 lari. I want sexy. Sexy. One sexy. One sexy. ესენი ვაფშე ჩინელები არიან. ვან სიკოჟე. No sex. Sex τώρα μήνυμα. ეს ვაფშე ტრანსგენდერია. თუ დაბახულია. არა ტრანსგენდერი იყო. Sexy. Yes. Massage. Sexy. Wanapeli asilani. ყველაფერი 100 ლარი. Samchilani. ხატია რა ბლაუში მოხდა ბიჭო. ვიღაც შინებელთან. Auto massage. It's okay, no? Sex okay. ეს ვაფშე აი 50 ლარი ჩემი. ესა და Massage. სალარი დაიჭირეს ხასავიდი ხარ. Massage. Sex. Yes. Asilani. Massage sense. კაი გასაგებია. 1 hour. აი ესე ამორალურად შევიდნენ ხალხი პატიოსთან თავისთვის რაღაც საქმეს აკეთებდა, შეუცვიდნენ და დახურეს ბიზნესი. ხო. გადასახადებს იხდიდნენ ესენი სავარაუდოდ. დიდი ალბათობით ამათ მოაგვარებენ რაღაცებს ვიღაცებს მაგრამ ალაგდებიან. ქალბატონი ირმა რა ბლავაში მოხდა ბიჭო, ანუ ვიღაცა ტრანსგენდერი, ვიღაცა ჩინელი და ვიღაცა საერთოდ არაფერ შუაში რო არ არის ხალი, ეგეთ აბლავაში მოხდა. თან როგორ მორიდებით და წყარად ლაპარაკობს. ჯუმადო, არ გაგვიგოს არავინ. ბიჭო, დიდი ალბათობით აქ თუ მასაჟი იყო, მაშინ როგორც მასაჟად შეპესე იქნებოდა გაფორმებული და დიდი ალბათობით მართლა იხდნენ გადასახადებს და ინოისაც აკეთებდნენ. კი ბატონო, იმიტომ რომ მასაჟისთვის მიდიოდა ვიღაცა და რეალურად რაც გადასაც გადაიხდნენ იმის და მასაჟის ფასში ატარებდნენ იმას. კი ბატონო. და 100%-იანი იქიდან მიდიოდა ბიუჯეტში. რა ფული გამაზე სახელმწიფო. რა. ეს იყო ჩვენი სიახლეები, სულ რატოღაც ჩვენ ყვითელი პრესა გავხდით, ოკრობოკრო გახდა დღეიდან ყვითლები.
ჩავტოყვითები. მაგრამ არ გეგონოთ რომ ჩვენ ლელოს ამორჩევლები ვართ, არა. ჩვენ არ ვართ ლელოს ამორჩევლები, ჩვენ გვეზიზღება ლელო, ჩვენ ყველა პარტია გვეზიზღება. ნუ ბატონი ფრანცისკო ბატონი ეგენი ფრანცისკო არ გვია პარტიები არ კაი, გვია კაი. შევეშვათ პარტიებს შევეშვათ კაი, ახოველებს და პარტიებს შევეშვათ. მოკლედ, ეს იყო სულ დღევანდელი, ვაიმე. აუ, სახეში გავიწყინა ხატია სხმავდა მაბნია ჩემს. იაო ამიქნა ხო და ეს იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის შინაარსობრივი ანალიზი და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვიყურებს, ვინც დაალაიქა ჩვენი წინა ვიდეოები, ასევე დაგვიწერა კომენტარები, ასევე მოგვაწოდეთ თქვენი იდეები, დაგვიწერეთ კომენტარები, რა დავარეაქტოთ, საით გავისროლოთ ჩვენი თითოეული სიტყვა და ასევე არჩივალთ მეკეში გადაცემაში არ იქნება. ჩვენ გვეზიზღება კომუნისტები. როგორც ხედავთ ჩვენი მაყურებლებიდან ბოლო 28 დღეში ვინც გვიყურეთ 68%-ს არ გაქვს არხი გამოწერილი. ხოლო ღირსეული 32% არის აქ. ეს 32 კაცი. გწყვენოდეთ. რატო გწყვენოდეთ ეს ადამიანებს არ უნდათ არიწერენ. ჩემთვის არა, ვინც გამოგვიწერა. გწყვენოდეთ. უმცირესობაში რო ხართ. უმცირესობაში რო ხართ გწყვენოდეთ. გწყვენოდეთ. მოკლედ გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში, ასევე თქვენი მოსაზრებები, ასევე აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ თქვენგანს რა პროფესიის არ უნდა იყოს. ქალბატონ ირმა კურტანიძესაც შეუძლია მოვიდეს ჩვენ პოდკასტში და ჩვენ მასთან ინტერვიუს ავიღებთ, მაგრამ ირმა კურტანიძე ცნობილია, მაგას ვერ ავიღებთ. მოკლედ, ვინმე ნაკლებად ცნობილ ბოსს შეუძლია მოვიდეს ჩვენს გადაცემაში და მას ჩავწერთ. ჩვენ გარდა არა. და კომენტარეთ და აქვე თქვენ უყურებდით ოკრობოკროს და rest in peace. Rest in peace. ირმა კურტანიძეს. ნათელი. ამრივი მეტოც სასტიკში